უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა, რა ტენდენციებია სექტორში გიყვებით რამდენიმე წუთში. საქართველოში უცხოელთა აღრიცხვისა და მონიტორინგის მიზნით ახალი მონაცემთა ბაზა და უცხოელთა რეესტრი ამოქმედდება. ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ დილერების 60-70% გაჩერებულია, შედეგად შემოდგომაზე ექსპორტ-იმპორტი კიდევ უფრო შემცირდება. ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანია ქართულ ბროკერი 1000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი წლიური ფინანსური ანგარიშგების არ წარდგენაა. შეერთებულ შტატებსა და ირანის კონფლიქტის გამწვავების ფონზე ნავთობი ისევ ძვირდება, ბრენტის ფასმა $94 მიაღწია, რაც ერთ კვირაში 11%-ით, ერთ თვეში კი 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიანობებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. საქართველოში უცხოელთა აღრიცხვის და ქვეყანაში მათი სამართლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ახალი მონაცემთა ერთიანი ბაზა და უცხოელთა რეესტრი ამოქმედდება. ახალი რეგულაციით გათვალისწინებულია, რომ ორი ძირითადი მიმართულების დაფარვა მოხდება უცხოელთა რეესტრის და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა დაგეგმილი. რეესტრის ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს უცხოელების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების, ამ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების და სხვა სახელმწიფო უწყებებისათვის გაზიარების წესები კი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ, ამ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს. მთავრობა ელის, რომ ამ გზით მოხდება თითოეული უცხოელის ქვეყანაში შემოსვლის, მათი მხრიდან სერვისებით სარგებლობის მონიტორინგი, შედეგად კი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაც ეფექტიანი გახდება. თბილისში ბინების გაყიდვები 35%-ით, ხოლო ფასი 13.9%-ით გაიზარდა. კოლერსის უახლესი კვლევის თანახმად 2026 წლის ივნისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, როგორც ტრანზაქციების რაოდენობის, ისე ბინების ფასების მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, გასულ თვეში თბილისში $387 მილიონი საცხოვრებელი ბინები გაიყიდა, ტრანზაქციების რაოდენობამ კი 4484 შეადგინა, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მათივე ინფორმაციით, ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასმა $1014 შეადგინა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 13.9%-ით გაზრდილია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2026 წლის ივნისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი $387,300,000-მდე გაიზარდა, წლიური ზრდა ამ შემთხვევაში 54% შეადგენს. თბილისში როგორც ძველ, ისე ახალ საცხოვრებელ ბინების პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი მხოლოდ 10% იყო. ამის შესახებ კოლერსის მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ეხება. აღსანიშნავია, რომ თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 46.6%-ით არის გაზრდილი. 2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 22,402 ერთეული შეადგინა და გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით დაახლოებით 19%-იანი ზრდა ასაჩვენა. ბაზრის ზომა კი წლის პირველ ნახევარში 33%-ით $1,900 მილიონამდეა გაზრდილი. დეველოპერული კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების ზრდა განსაკუთრებით შეიმჩნევა წლის მეორე კვარტალში, რაც მათი შეფასებით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის გაზრდას, ასევე უცხოელების მხრიდან ინტერესის გააქტიურებას უკავშირდება. როგორც იბერ კომპანიის დირექტორი ლევან დიასამიძე ამბობს, მათ შემთხვევაში უცხოელების მხრიდან მოთხოვნა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი. აქტიურობა ზოგადად 7 რეგიონებში, შედარებით 7 რეგიონებში ინვესტორები საკმაოდ იზრდება ხოლმე და მოლოდინებიც იზრდება, ესე რომ ვთქვათ. მეორე საინვესტიციო მიმზიდველობა ჯერ ისევ რჩება, ესე ვთქვათ, საცხოვრებელი ბინების შეძენა გაქირავების გადაყიდვის თვალსაზრისით და მესამე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანას აქვს, აჩენს უფრო მეტ შემოსავალს და ოჯახების გაყოფა და ასე შემდეგ მოთხოვნების დაკმაყოფილებაც ასევე საკმაოდ
ჯანსაღი პროცესია და ეს პროცესი მიმდინარეობს. ძირითადად შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტორებზე გავაკეთებდი აქცენტებს. განსაკუთრებული ზრდა, საკმაოდ დიდი ზრდა არის 35%, მაგრამ თუ ჩვენ წინა წლის იგივე პერიოდს შევადარებთ, იქ ეს ფაქტორები ნაკლებად იყო ფაქტურად მოხსნილი იყო მიგრაციაც, არეულობა ახლო აღმოსავლეთში და ასე შემდეგ. სტიქამ ავტოდაზღვევის ბაზარი გამოწვევების წინაშე დააყენა. განსაკუთრებით კი ივნისის ბოლოს მოსულმა ძლიერმა სეტყომ სადაზღვევო სექტორს ფინანსური დარტყმა მიაყენა. დარგის ექსპერტების და კომპანიების ხელმძღვანელების შეფასებით, ზარალის მასშტაბები უპრეცედენტოა და ის სექტორის კვარტალურ მოგებას უტოლდება. სადაზღვევო კომპანია არტის გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე BMG-სთან საუბრისას ამბობს, რომ მხოლოდ ივნისის ერთი სეტყვის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ბაზრის ძირითადი მოთამაშეებისათვის წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 30 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედი 19-ვე სადაზღვევო კომპანიის ჯამური მოგება დაახლოებით 31 მილიონი ლარი იყო. მისივე ინფორმაციით, იმ ერთი კონკრეტული დღეს 10,000-მდე სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მოკლე პერიოდისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მაღალ ზარალიანობას ადასტურებს Global Benefits Georgia-ს სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარეც. მისი თქმით, მხოლოდ მათმა კომპანიამ ივნისის სეტყვის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს, როგორც ინდივიდუალურ ისე კორპორაციულ კლიენტებს 4 მილიონი ლარამდე ზარალი აუნაწყვეტა. კომპანიამ დაახლოებით 4 მილიონი ზარალი დაფიქსირდა, როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატული ავტომანქანების დასაწყისთან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო, ზოგადად ყველა სადაზღვევო კომპანიას საკმაოდ მაღალი ზარალიანობა დაუფიქსირდა, იმიტომ რომ სეტყვამ პრაქტიკულად სეტყვა არის ის კატასტროფული მოვლენა, რომელსაც ვერ აჩერებდა, ვერაფერს ვერ უშვები, შესაბამისად საკმაოდ მაღალი იყო ივნისის თვეში ეს ამ შემთხვევით გამოწვეული ზარალი. თუმცა ამ გამოიწვია, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ინტერესი მოქალაქეებში, დაზღვევის ბევრი მსურველი გამოჩნდა. დაახლოებით 10,000 შემთხვევამდე იყო იმ ერთ კონკრეტულ დღეს და თუ შეგვიძლია ვუყოთ რომ 3 საათში, არ ვიცი რამდენი საათის გრძელდებოდა. შესაბამისად, ამ კონკრეტული მოკლე პერიოდისთვის საკმაოდ დიდი ციფრებია. 31 მილიონი ქონდა თუ არ მეშლება პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიებს მოგება და რეალურად ერთ დღეში იყო აი ასეთი მოცულობის ზარალი ერთი რისკიდან გამოწვეული. შესაბამისად, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები იყო, თუმცა აქ საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი ავტომობილების იყო დაზღვეული. ზოგადად თქვენ იცით, რომ დაახლოებით 15% ავტომობილების დაზღვეული ქვეყანაში, მეტი დაზღვეული არ არის, თუმცა თუ ვივარაუდებთ იმას, რომ თბილისში ბევრად მეტი ავტომობილია დაზღვეული ვიდრე რეგიონებში და ძირითადად სტიქია თბილისის და გარეუბნის ტერიტორიას უკავშირდებოდა თბილისის გარეუბნის, შეგვიძლია კარგ შემთხვევაში ვარაუდოთ, რომ 30% იყო დაზღვევით მოცული აი ამ შემთხვევისგან. და 70% ავტომობილების იყო დაუზღვეველი, შესაბამისად ამ სადაზღვევო კომპანია ვერ ხედავს და აი ეს ვთქვათ ხარჯი იქნება მოსახლეობის ჯიბიდან განსახდელი. მხოლოდ ერთ თვეში არასწორად ან დაგვიანებით დაარიცხული საპენსიო შენატანის გამო დამსაქმებლების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხის მოცულობა 274%-ით გაიზარდა. თუ 2026 წლის მაისში ამ დარღვევის შედეგად ბიუჯეტში 576,000 ლარი იყო შესული, ივნისში გადახდილი ჯარიმის მოცულობამ 2,154,000 ლარი შეადგინა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით 6 თვეში არასწორად დაარიცხული საპენსიო შენატანის შედეგად ხაზინაში ჯამში 4,7 მილიონი ლარის ჯარიმებია შესული. კომპანიების დაჯერიმება მას შემდეგ დაიწყო, რაც საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის ბაზები გაერთიანდა. დარღვევის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 500 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში განმეორებით შემთხვევაში დამსაქმებელი უკვე 1000 ლარი ჯარიმდება. ამასთან დამსაქმებელს ერიცხება საურავიც ფონდის მონაწილის სასარგებლოდ. ბაქო-თბილისი ჯეიხანის მიერ გადაზიდული ნავთობის მოცულობა შემცირებულია. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, კლება წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 100,000 ტონას შეადგენს. სულ მილსადენით ივნისში 2,1 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდება მოხდა. წლის პირველ ნახევარში კი ნავთობსადენს ჯამში 12,7 მილიონი ტონა ნავთობი აქვს გატარებული. რაც შეეხება ბაქოს სუფსის მილსადენს, ის ივნისშიც გაჩერებული იყო, თუმცა როგორც იცით, საქართველოს მთავრობა პირობას დებს, რომ აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულებით ბაქოს სუფსა წელს ამუშავდება. აღსანიშნავია, რომ ივლისიდან ბაქო-თბილისი ჯეიხანის ოპერატორობა პიპიმ სოკარს გადასცა, ამით პიპიმ დაასრულა საქართველოზე გამავალი 2 მილსადენის ბაქოს სუფსისა და ბაქო-თბილისი ჯეიხანის ოპერატორობა.
საქმის კურსი ამით დასრულებულია, პირდაპირ ეთერში 4:09-ზე ვბრუნდებით, დაგვრევათ.